მოგესალმებით, შემოძვირფასებო და კარგებო. დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო, მოდი გრძნობებზე ვისაუბროთ, ხო? რა გრძნობები აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ამ მომენტში თქვენს მიმართ, ხო? ვნახოთ პიროვნების გრძნობები. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ასევე თქვენი პიროვნების, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ეს საჭიროა ნამდვილად და არც ასე გეტყვით მჭირდება მეც, თუნდაც იმისთვის სახელები და გვარები, უფრო და უფრო წამოვა თქვენს თემასთან მიმართებაში თუ ჩაიფიქრებთ ნამდვილად, ისედაც ვიცი რომ ყოველთვის გულში და გორებაში ყავთ ეს პიროვნება, ვიზაც ალბათ შლით შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ზოგიერთებისთვის უცებ რაღაც გაინტერესებდეთ და უბრალოდ უყურებდეთ ამას, ხო? მაგრამ ვფიქრობ, უფრო ისეთები უყურებთ, ვისთვისაც ეხლა არის კონკრეტული პიროვნება, ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, სახელები, გვარები, დაბადების წლები, თვეები და რიცხვები. ჩაიფიქრეთ და ნახოთ, რა გრძნობები აქვს ადამიანს ამ მომენტში თქვენთან მიმართებაში. თქვენს მიმართ რაც გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ახლა ამ მომენტში ნახოთ. თქვენ რა არის ეს ხალხი, გუშინაც რვიანი ხმლით თქვენ. დღესაც რვიანი ხმლები ხართ თქვენ. რა ხდება? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რა ხდება თქვენ შორის დღეს? რა თქმა უნდა, გუშინდელისგან განსხვავებით, საერთოდ სხვა ფორმატი აქვს. საერთოდ სხვა თემაა კიდე. რა იქნება მომავალში? რატომ? კი ბატონო. მოდი ახლა ასეთ რამეს ვიტყვი. ფონიდან მე კარგად იცით თქვენ ფონს ყოველთვის ვუყურებ, რომ თქვათ ასე ვთქვათ რა მდგომარეობაა, ხო? დღევანდელი ფონიდან გამომდინარე, რაც დასტის ბოლოშია ფონი, ხო? გვეუბნება იმაზე ურთიერთობაში რა ხდება, ხო? თქვენ შორის ურთიერთობაში წესი და რიგით. დღესდღეობით უნდა იყოს და არის წესი. ემოციები, ერთადროის ტარება, სიამტკბილობა, ერთადროის ასე ვთქვათ, გატარებაში, სიამოვნების მიიღება, ვნებები, გრძნობები, ემოციები, ეს ყველაფერი თქვენ შორის არის, მაგრამ რადგანაც ციფრი 3 პირდაპირ ამოდის დასტის ბოლოში, ხო, ფონზე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს მესამე ფაქტორები, ნუ ეხლა პირდაპირ ხედავთ რეებიც არის დალაგებული, ასე ვთქვათ, მაგიდაზე აი უყურეთ. რა არკანებიც არის და მე თამამად ვიტყვი სიტუაციის განხილვამდე, რომ არის მესამე ფაქტორები დღევანდელ მდგომარეობაში თქვენსა და თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, რამაც გამოიწვია თქვენ შორის ბლოკები, ერთმანეთის მიმართ აგრესია, ერთმანეთის მიმართ ჩაკეტილობა, ემოციების გადაკეტვა, გადახურვა, ჩარაზვა, ვერანაირად ვერ გამოხატავთ ერთმანეთის მიმართ ვერანაირ ემოციას. ვერც ვერაფერს ლაპარაკითაც რომ ვერალაპარაკებთ ერთმანეთს, აი გინდათ ხო რა დაელაპარაკოთ პრობლემას და ნუ არ გელაპარაკებათ, გაგირბით, ვერ გაგიგიათ რატოშ, აი ადამიანთა ხო შევა უბრალოდ საუბარი გინდოდეს, ხო? აი ვერ დაელაპარაკები, მოკლედ პიროვნებას გარბის არ გელაპარაკება რა. აი ეს მდგომარეობა დღევანდელ დღეს, ხო? ეს არის ყველაფერი გამოწვეული მესამე ფაქტორებიდან, მესამე ფაქტორების და გამო. რაც დღესდღეობით თქვენს ურთიერთობაში შესაძლებელია იყოს და მოდი განვიხილოთ. თქვენ ხართ რვიანი ხმლების პოზიციაში. თქვენ ხართ ქალბატონი, პიროვნება, მოდი ასე ვთქვათ, რომელმაც არ იცის საერთოდ რა ხდება დღეს, საიდან სად მიხვედით, აი რო იხსენეთ მოგონებებით, რომ გადახედავთ რა ხდება, ხო? საიდან სად მივედით, ხო? რა კარგი იყო თავიდან ყველაფერი, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე, რომ ერთმანეთსგან ასე ვთქვათ,
აი განდეგილები ხართ ერთმანეთისგან და თქვენთვის ხართ, ოღონდ ვერ გაგიათ რატომ? ვერ გამოდიხართ სიტუაციიდან და იმიტომ ვერ გამოდიხართ, თვითონ შეხედათ 7-იანი კვერთხების პოზიციაში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არ გიშურთ თქვენ თავისამდე რომ ვერ მიხვედით ამ ადამიანებს ვერც ფიზიკურად ვერც სხვანაირად ვერ მიხვედით იქამდე რომ დაელაპარაკოთ და განიხილოთ რატო ყავხართ რუიან ხმლებში შესაძლებელია ზოგჯერთან სიტუაციურად ერთმას და მეორემაც ერთმანეთი დაბლოკეთ. ან ერთმა დაბლოკეთ მეორე, ან მეორემ დაბლოკეთ პირველი და ან როგორი მდგომარეობა ერთმას Facebook-ში დაბლოკა მეორე. ამან თქვენ სხვა ქსელებში დაგლოკეთ, მოკლედ ერთმანეთის ბლოკირებაა წასული, იმიტომ რომ დღესდღეობით თქვენ შორის არის სერიოზული მართლაც რომ ბლოკები ცხოვრებისეული, ურთიერთობის ბლოკები, რაც გამოწვეულია რა ხდება დღეს, ხო? მესამე ფაქტორებიდან, რაც არის ეშმაკის არკანის თემით გამოხატული, იმიტომ რომ ეშმაკის არკანი რა არის? მავნე ზეგავლენები თქვენს ურთიერთობაზე, რამაც გამოიწვია თქვენ შორის ეს არეულობა, თან ვერ გაგირკვევით ადამიანს, რომელსაც ვერ აცნობთ, ხო? ვინ გაიცანით და ვინ არის დღეს, ხო? ეს საერთოდ არ გაგიცნიათ ესეთი ეს პიროვნება და დღესდღეობით რომ ესეთია, რატომ? საიდან გამომდინარე? ეშმაკის არკანიდან გამომდინარე. მაგიური ზეგავლენებიდან გამომდინარე მესამე პიროვნების მიერ, რომელიც ასე ვთქვათ, ესე უტიფრად ჩაარია ურთიერთობაში და აგერიათ ყველაფერი, დაგიბლოკათ ურთიერთობა ყველანაირად, ბლოკებში მოაქცია თქვენი ურთიერთობა და გამოსავალს ვერ ხედავთ. დისტანციაზე ხართ ამ ურთიერთობაში დღესდღეობით, იმიტომ რომ დღესდღეობით რაც ხდება თქვენს ურთიერთობაში არის გამოწვეული ეშმაკის არკანიდან. ზეგავლენებიდან, მაგიური ზეგავლენებიდან, ასე ვთქვათ, ცუდი ჩარევებიდან, ხო, გამომდინარე, რა ხდება დღეს? ეშმაკის არკანი ხდება თქვენ შორის დღესდღეობით. ეს არის ეშმაკისეული არევები, ეშმაკისეული ჩარევები, თქვენ შორის დიდი ბლოკები, თქვენ შორის განხეთქილებები, რაც რეალურად ხდება თქვენს გარშემო, რო გაიხეთ, გამოიხედოთ, ყველაფერი ჩვეულებრივია. გაიხედავთ, ყველაფერი თავის ადგილას არის. თქვენი ურთიერთობა ამოუხსნელია, რა ხდება, რომ ვერ გაგიგიათ, ვერ მოდიხართ აზზე, რა ხდება, ვერ არკვევთ, იმიტომ რომ არც კი გიკარებთ ეს პიროვნება, რომ დაგელაპარაკოთ ხვდებით, ანუ ეს რაღაცნაირად განრისხებულ პოზიციაში, ასე ვთქვათ, არ გიკარებთ. თქვენთან მიმართებაში აგრესია, ზიზღი, ზოგჯერ ცუდი ბილწიტყვაობა, მოდი ასე ვთქვათ, თქვენთან მიმართებაში. არადა რეალურად თქვენ არც თუ ისე ცოტა ჩადეთ ამ პიროვნებაში, არც თუ ისე ცოტა ედექით გვერდით ამ პიროვნებას, გვერდში არც ძალიან რო ედექით გვერდში და ვერ გაგიგიათ რით დაიმსახურეთ ეს ყველაფერი. თქვენი ურთიერთობა დღეს მესამე ფაქტორებიდან გამომდინარე ურესურსო მდგომარეობაშია, ვერაფერი ვერ ეშველება, ანუ ვერ შველით ამ ურთიერთობას, ვერც გამოსავალს პოულობთ, ვერ გაგიგიათ რა გააკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთისგან ხართ, აი ნახეთ 5-იანი პენტაკლი, 4-იანი პენტაკლი, ურესურსო მდგომარეობა გაქვთ საერთოდ ერთმანეთთან მიმართებაში, არ იკარებთ ერთმანეთს, იხურებით, იკეტებით ერთმანეთისგან, არავითარი ემოციების გაცვლა, არავითარი გრძნობების გაცვლა, არავითარი სიტყვების ერთმანეთში გაცვლა, არაფერი, არა გაქვთ მოკლედ, არავითარი კავშირიც კი აღარ გაქვთ, აღარც ემოციური, აღარც არანაირი და მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობა არის თან არ არის და აი დღეს რო იყო, დღეს რო არის და ხოლმე გათეს და აღარ არის. ესეთი მომენტი არის რაღაც თქვენთან მიმართებაში. იმიტომ რომ ეს არის გამოწვეული ჩარევებიდან, ბლოკებში ხართ. ერთმანეთის მიმართ თქვენც ვერ გაგიგიათ რუიანი ხმლებიდან რა ხდება, რა მდგომარეობა, ეს პიროვნება თქვენ შვიდიანი კვერთხებიდან გამომდინარე არც კი გიშოთ თავისთან ახლოსო გაარკვევთ სიტუაცია და მოკლედ აი ესეთი გაუგებრობები ხდება, იმიტომ რომ ეშმაკის არკანიდან გამომდინარე ჩარევები მიდის თქვენს ურთიერთობაში, ვიღაცა მოინდომა თქვენი ურთიერთობის არევდარევა და მიმართა, ასე ვთქვათ, მაგიურ ხერხებს. მოდი ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან? რა არის გამოსავალი? გამოსავალი რა არის? გამოსავალი რა არის?
გამოსავალი ჩემოკარგებო ის არის, რომ მოდით ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მე გიყვით ერთ რამეს რა. თქვენ თავის ფასი იცოდეთ, იმიტომ რომ იმპერატრის არკანში ამოხვედით. დღეობით რას გირჩევთ? მიხედავთ საკუთარ თავს, იყავით ორიენტირებული საკუთარ თავზე. საკუთარ თავში ყავთ დარწმუნებული, იმიტომ რომ რეალურად თქვენ არაფერი არ გჭირთ საიმისო, რომ აი თუნდაც ამ პიროვნებას ზდიოთ რა ასე ვთქვათ, უკან, იმიტომ რომ არ გიკარათ ეს პიროვნება სალაპარაკოთ. რის გამო ხდება ეს ყველაფერი, ეგეც გითხარით, მაგრამ არ ვიცი რატომ, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა სავარაუდოდ სერიოზული ფორმატის იყო. აი, ქორწინებამდე მისვლაზე რო იყო, ან ქორწილზე რო იყო საუბარი, საქმრო საცოლე, ესეთ მდგომარეობა იყო, ან იმიტომაც ვერ გეთმობათ რეალურად, ხვდებით, იმიტომ რომ დიდი ხანია თქვენი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაეყარა თქვენს ურთიერთობა, სერიოზული სახის ურთიერთობაა და ვერ გეთმობათ რეალურად, ხვდებით, და აქედან გამომდინარე ორიენტირდით საკუთარ თავზე და დაელოდეთ ცოტა ხანი აბა ამ პიროვნებას თვითონ როდის გამოვა კონტაქტზე, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება რეალურად ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, როგორც ქონდა ადრე სურვილები და თქვენთან ერთად უნდა დაყოფნა დღესდღეობითაც ასეთ მდგომარეობა, უბრალოდ აი ეს ჩარევები რაც ხდება კი ბატონო პენტაკლი ჩარევებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი აი ნადგურდება. Ну, მოკლედ ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ, აი რაღაცად ესე არ ვიცი რა გითხრათ ახლა გაშლა რასაც ეხება და ვთქვი, ხო? ანუ რა გზნობები აქვს ადამიანს ამ მომენტში თქვენს მიმართ. კი ბატონო. ამ პიროვნებას თქვენთან გზნობები აქვს რეალურად, ისევ გეუბნებით, რომ აქვს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში გზნობები. ვნება, გრძნობა, ემოცია, ყველაფერი აქვს, ეს დიდი ხანია აქვს თქვენთან მიმართებაში და ასე ვთქვათ, ანუ ეხლაც აქვს და საომავლოდაც იქნება ეს ყველაფერი, ხვდებით? უბრალოდ გადასალახია ეს ყველაფერი. შიშები, რომელიც გაქვთ თქვენ მას, ორივე შიშები გაქვთ, კი ბატონო, შიშებიც გაქვთ, კი ბატონო. იმიტომ რომ ძიმე მდგომარეობა არ ძიმედ გრძნობ თავს. ანუ გრძნობებზე ესეთ რამეს ვიტყვი, მოკლედ ჩამოკარგებო. გრძნობები არის უყვარხართ, გიყვართ, სურვილი ერთად ყოფნის არის, მაგრამ რაც გირევთ თქვენ თავგზას, ხო? თქვენ რვიანი ხმლები, შვიდიანი კვერთხები არის ეშმაკის არკანიდან გამომდინარე. მესამე ფაქტორები, რომლებიც ფოროტად ერევიან თქვენს ურთიერთობაში, რომლებიც იციან, რომ თქვენი ურთიერთობა ძალზედ სერიოზულია. და რომელსაც უნდა დაგშალონ არიან ესეთი პიროვნებები აქედან გამომდინარე ჩემი გაშლა არ ეხება ახლა იმას ვინ არის ეს პიროვნება და არ განვიხილავ იმიტომ რომ ახლა ბოდიშით მაგრამ სულ სხვა თემაა ეს და თემას არ შევცვლი უბრალოდ გზნობებზე ვიტყვი რომ გზნობა ვნება არის სურვილი ერთად ყოფნის არის სერიოზული სახის ურთიერთობა იყო არის და იქნება საომავლოდ უბრალოდ გადასალახი გექნებათ აი ეს პატარა ფაქტორი პატარა არა უკაცრავად ეს ფაქტორი საშინელი ფაქტორი რაც დღესდღეობით ხდება თქვენ შორის ეშმაკის არკანიდან გამომდინარე გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს წარმატებულს ცხოვრებაში წარმატებებს ცხოვრებაში უკაცრავად რაღაც დამემართა არ მოყარს ესეთი ფაქტორები როა ურთიერთობაში მაგრამ რა უყოთ არის და სამწუხაროდ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, მავნე ხალხისგან შორს ყოფნას, მათზე გამარჯვებას, მათ დამარცხებას. მავნე მაჯლაჯუნებს რადალევს ხალხნო. მოკლედ დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, კარგად იყავით.